მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემით. თემა ეხება ცვლილებებს. და მოდით ორ ვარიანტად ყველა თქვენ ნახოთ. რა ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს მომავალში? მაქსიმუმ განვიხილოთ 1-2 კვირა. პირველი ვარიანტი ამეთვისტო, მეორე ვარიანტი ამონიტი. კარგად აკვირდით ორივე ვარიანტს, რომელი მინერალიც ყველაზე უფრო მეტად ახლა ინტენსიურად გეძახით, ესე იგი ზუსტად იმ ვარიანტში არის თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. კარგად აკვირდით, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ამეთვისტო. მოდით ვნახოთ, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოესი 2 კვირის მანძილზე. ძალიან შერეული 2 კვირა გექნებათ და რას გულისხმობ შერეულ ენერგიებში. პირველ რიგში განწყობა და შეგრძნება იქნება ისეთი, რომ გარკვეული მოვლენები თქვენს ცხოვრებაში სწორად არ მიდის. ეს იქნება მაქსიმალური შეწინააღმდეგება გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითხოვს ცვლილებებს. მაგრამ ყოველ ჯერზე თქვენ მიხვდებით, რომ ეს ცვლილებები, რომელსაც შესაძლებელია ახლა ძალიან ამ 2 კვირის მანძილზე ძალიან მტკინვეულად აღიქვათ ეს ყველაფერი. ძალიან შეგაშინოთ ამ ცვლილებებმა, ძალიან დაგზაფროთ ამ ცვლილებებმა. მაგრამ ყველაფერი ეს არის თქვენი, არ მინდა ვთქვა ილუზიები, მაგრამ უფრო მეტად დრამატიზირება გარკვეული, უფრო მეტად განაცრისფერება, უფრო მეტად გაბუქება, უფრო მეტად დამძიმება, ვიდრე რეალურად ეს სიტუაცია რეალურად იქნება. ზოგადად ცვლილებები ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ რომ ცვლილება ნიშნავს რაღაც სიახლეში და უცნობში გადასვლას. და თქვენ შემთხვევაში ზუსტად ეს არის. ამ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებით მოვლენების განვითარებას, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. გამიგეთ ხომ? მოვლენების გაჩერებას შეეცდებით, რომელსაც თქვენ ვერ გააჩერებთ, იმიტომ რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. და მე აქ მაჩვენებს, რომ როდესაც ცვლილებები რაში მდგომარეობს, ხო, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს შიშები, ეს ნერვიულობა, ეს საკუთარი თავის მენტალურ გალიაში ჩასმა, ხო, რას ნიშნავს მენტალური გალია? გალიის კარები ღია, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, რომ გალიაში ვიჯდეთ. აი, ზუსტად ეს არის თქვენი ცვლილებები. თქვენ მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, როგორც თქვენ ამას ფიქრობდით და პირიქით გაიაზრებთ, რომ ის, რაც ახლა მოხდა თავისი საუკეთესო სცენარითა და ვერსიით, რაც აჩვენებს, რომ ძალიან ბევრ ენერგიას გამოგინთავისუფლებთ.
ძალიან ბევრ შანსებს გამოანთავისუფლებს თქვენს რეალობაში და ცვლილებები მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მიხვდებით, რომ შიშის ადგილი იქ, სადაც შიშის მაგივრად ძალიან დიდი რწმენით უნდა მიდიოდეთ ამ ცვლილებებისკენ და თქვენ აი ამ შესვლას, აი ამ რაღაცა ძალიან დიდი რწმენით, მაინც სადღაც შიშებით ჩაანაცვლეთ ხო ეს ყველაფერი, მიხვდებით, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო. და მიხვდებით, რომ უნდა ენდოთ პროცესებს. თქვენ მიხვდებით, რომ უნდა ენდოთ ხანდახან იმ პროცესებს, რომლებიც თქვენთვის გაუგებარია, შეუცნობელია და მუდმივად შიში არ უნდა იყოთ, რომ სადღაც ფეხი გადაგიბრუნდებათ, სადღაც შეცდომა მოხდება და სადღაც ყველაფერი ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ. რამდენჯერ გქონიათ სიტუაცია, რომ რაღაცაზე გინერვიულიათ, შეგშინებიათ, დასტრესილ ხართ და აღმოჩენილა, რომ არც ისეთი დასასტრესი, არც ისეთი საშიში და არც ისეთი სანერვიულო არ ყოფილო. ვფიქრობ, რომ ყველა პირველ ვარიანტს ეს ემოცია პირიქით ისეც დასრულებულა, რომ ადამიანი გაოცებული ყოფილა, რომ ნუ თუ ეს ჩემს თავს მოხდა. მე კი როგორი საშინელება მეგონა, როგორი ცუდი მეგონა და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი ყოფილა. აი ზუსტად აი ეს შედარება შემიძლია მოვიყვანო პირველი ვარიანტი თქვენთან დაკავშირებით. ცვლილებები მდგომარეობს იმაში, რომ მოვლენები, რომლებიც ახლა წავა თქვენს რეალობაში, ამას თქვენ კიდევ ერთხელ განმეორდები, ვერ შეცვლით. შეიძლება ახლა ინანოთ ან ნანობდეთ, რომ აი რატომ გადავწყვიტე ეს, რატომ დავადექი ამ გზას, რატომ გადავწყვიტე, რომ ეს პროცესები გამეაქტიურებინა. თქვენც რომ არ გაგეაქტიურებინათ, ეს პროცესები მაინც მოხდებოდა, იმიტომ რომ არის ჩვენს რეალობებში ცვლილებები, რომლებიც მწიფდება და უნდა მოხდეს. და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მოახდინეთ თქვენ ამის ინიცირება თუ არ მოახდინეთ ამ ცვლილებების, ეს ცვლილებები მაინც დადგებოდა. მთლიანობაში ძალიან კარგი არკანები გაქვთ, მაღალი არკანები, მეტლე, ფორტუნას ბორბალი, ქურუმი. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები, რომლებსაც თქვენ ახლა შესაძლოა ძალიან ნერვიულობდეთ, საბოლოო ჯამში შემოტრიალდება თქვენს უდიდეს წარმატებად და ცხოვრების ახალ ბევრად კარგ ხარისხად, ვიდრე თქვენ ფიქრობდით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ხანდახან საჭიროა, რომ პროცესებს ვენდოთ. დაგემშვიდობებით ვარიანტი და ახლა გადავედით ვარიანტი 2-ზე. ამონიტი. თქვენ რა ცვლილებები გელოდებათ უახლოესი 2 კვირის მანძილზე. ნახოთ. გაცრავად, თქვენი არკანები გაფრინდა. როდესაც არკანები ხელიდან ცვივა, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია მოიჩქარის თქვენთან. ნახოთ, მეორე ვარიანტი. თქვენ რა ცვლილებები გელოდებათ 2 კვირის მანძილზე. სასიამოვნო შეხვედრები, სასიამოვნო ურთიერთობა თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან შესაძლებელია დიდი ხნის უნახო მეგობრებთან შეხვედრა, ბავშვობის მეგობრებთან, ბავშვობასთან შეხვედრა. ცვლილებები გელოდებათ.
თქვენთვის გარკვეული ტყუილი გაცხადდება, ღალატი გაცხადდება. თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აირჩიოთ საკუთარი თავი. იმიტომ რომ მიხვდებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენ ცხოვრებაში ვერ შეცვლით. როგორც ძალიან უნდა გინდოდეთ და არც უნდა შეცვალოთ. ეს ერთი. კი, ნამდვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას. მარტივი არ იქნება. მაგრამ ამ გადაწყვეტილების შედეგად თქვენ მიიღებთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ მიხვდებით, რომ დიდი ხანია დრო იყო ეს გაგეკეთებინათ. აქ თქვენი რესურსით, თქვენი ენერგიით, თქვენი დროით აღმოაჩენთ, მე არ მგონია რომ ეს პირველად აღმოაჩინოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ, რომ ადამიანები ამას იყენებენ ძალიან ცუდად. და თქვენ დასვამთ წერტილს. და ისიც რა არის ამ ადამიანებს ან ადამიანს საჯარო გაშლა უკვე თვალებს ვეღარ დახუჭავთ, იმიტომ რომ სამყარო ძალიან ინტენსიურად გაჩვენებთ მათ. თითქოს სამყარო მათ სპეციალურად ეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად ცუდად მოიქცნენ, კიდევ უფრო მეტად დაუნდობლები იყვნენ, კიდევ უფრო მეტად უხეშები, კიდევ უფრო მეტად უსამართლოები, იმიტომ რომ ამ გზით განახოთ ის, რომ ეს არჩევანი სწორი არ არის. რომ შენ გატყუებენ, რომ შენ გაცლიან ემოციას, დადებითს, გაცლიან ენერგიას, არ გაძლევენ სიმშვიდის საშუალებას, ის რომ შესაძლებელია ისინი თქვენ სულელადაც გეკთვლიან, იმიტომ რომ აძლევენ საკუთარ თავს იმის საშუალებას და უფლებას და ეს გასაგებია რატომაც, რომ ერთი და იგივე ნეგატიური სცენარი თქვენთან მიმართებაში გაიმეორონ სხვადასხვა სიმძიმით, მაგრამ აბსოლუტურად ნეგატიური სცენარით, ხომ აქ არაფერი დადებითი არ ჩანს და გადაწყვეტილება ის იქნება, რომ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენ წერტილს დასვამთ. თქვენ წერტილს დასვამთ და ეს წერტილი იქნება ძალიან კატეგორიული. იმაზე მეტად კატეგორიული, ვიდრე ამ ადამიანებს თქვენგან წარმოედგინათ. ხანდახან წერტილის დასმა არ ნიშნავს ადამიანების პირდაპირ დაკარგვას. ხანდახან წერტილი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აჩვენებთ, რომ ამის იქით გადმოსვლა არ შეიძლება. რაცულილებები გელოდებათ მეორე ვარიანტი. რთული იქნება თქვენთვის. მაგრამ საკუთარ თავში ძალას იპოვეთ. საკუთარ თავში იპოვით უდიდეს ძალას და ენერგიას, რომ ის გააკეთოთ. რაღაც მომენტში შეიძლება დანაშაულის გრძნობა მათ შეგაწუხოთ, მაგრამ ამასაც დააბალანსებთ. იმიტომ რომ ძალა თქვენს მხარეს არის. როგორც სიტყვაში ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი პარაზიტობს, ესე იგი სადღაც თქვენ მიეცით ამის საშუალება.
თქვენ შესაძლოა გაზარდეთ და გამოკვებეთ ეს პარაზიტი. ახლა მოვიდათ რომ აჩვენოთ ასეთ პარაზიტებს საკუთარი ადგილი. თქვენც მიიღოთ გარკვეული გაკვეთილი ამ ყველაფრიდან და სხვა დროს აღარ მისცეთ საშუალება საკუთარ საფულეს, საკუთარ ემოციებს, საკუთარ გრძნობებს და შესაძლებლობებს იმის საშუალება, რომ კვლავ ის საკუთარი კმაყოფილებისთვის გამოიყენონ და თან თვალებში გიყურონ და მოგატყუონ. აი ეს არის ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტი, ის ცვლილებები, რაც თქვენ გელოდებათ. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარული.